საერთაშორისო ეს დიდი პალატის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დაადასტურა მანამდე გამოსული გადაწყვეტილება, ამიტომ ამ ხრივ ამის სიახლე განსაკუთრებული არ ყოფილა, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურა დიდმა პალატამ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოებების გათვალისწინებით გიორგი გახარიას წარადგინა ბრალი, რომელიც დღეს და მათ შორის შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და მას დღეს ის თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. Ასე რომ კითხვები მიემართება ევროკავშირს და გერმანიას ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი არის, საგამოძიებო სამსახურმა პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება, სხვა გარემოებებით შეიძლება გამოიკვეთოს და არის კონკრეტულად ბრალის ადგილი ადამიანის მიერ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ მე მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას. კრიტიკული პოზიციები იყო უსაფრთხოების დოკუმენტში, სტრატეგიაში ევროპის მიმართ, ის რაც ხდება ახლა ევროპასა და ამერიკას შორის ქართულ კონტექსტში რაც ნიშნავს და ამასთანავე თვითონ მათ შორის ურთიერთობაში თქვენ რას ხედავთ? კი ბატონო, ერთ დავამატებდი უბრალოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან გუშინ გამოხმაურებებს ნახე, არ ვიცი მე გახარიას პარტიას რა გაუხარდა ამ გადაწყვეტილებაში, ეს რაღაცა ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ სინამდვილეში ამ გადაწყვეტილებაში, მათ შორის ციტატები მოყოდა თითქოს უმაღლეს თანამდებობის პირებს არ გაუწიათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, საუბრობენ გახარიას არ გაუწიათ ბრძანება, ეს წერიაო გადაწყვეტილებაში, ეს არაფერ არ წერია, გადაწყვეტილება უბრალოდ სასამართლომ კი არ დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართული გამოძიების, ასე ვთქვათ, ფაქტები კონსტატირებული და ქართული გამოძიება მანამდე წარმოებული გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო ზუსტად იქ იყო რომ ის არაფერ შუაში არ იყო და ზუსტად ამის გამო იყო რომ სტრასბურგის სასამართლოს სწორედ ეს დარღვევა დაადგინა რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული ეს საკითხი და რომ დაავალა საქართველოს გამოძიება და ამ გამოძიებამ დაადგინა ზუსტადაც და გამოარკვია რომ ეს მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ის რაც მათ მოჰყავთ რაღაც მაგალითად რომ თითქოს გახარია ამ საკითხში უბრალო პირიქით ეს არის დასტური რომ მისი მონაწილეობით მათ შორის წარმოებული გამოძიების შედეგად ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დაადგინდა დარღვევა. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას მე მგონი ერთი რამე არის, რასაც ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენად მართალი, სწორი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა ქართულ ოცნებას განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. ყველაფერი, რასაც ჩვენ საუბრობდით, ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა, ყველა რისკი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, გაცხადდა და ყველა ფარისეველი მხილებული იქნა. ყველაფერი ამ რაც შეეხება ჩვენს ხედვას საგარეო პოლიტიკასთან, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ საზოგადოებას თავაზობთ, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა ეს საკითხი ახდა დღეს ერთ-ერთში. და ამ ხრივ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა მათ შორის ევროკავშირის და ბრიუსელის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათი ხელქვეითი NGO-ების თუ პარტიების ხელით, ამ წნეხის გაძლება რამდენად მნიშვნელოვანი იყო და სად ვიქნებოდი დღეს, რომ ამ წნეხს არ გაგვეცვა. აი იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინა არის, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი. ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა თან აგულიანებენ, დღესაც ხედავთ რომ აგულიანებენ უკრაინას და ამითი სინამდვილეში კიდე უარეს მდგომარეობაში შეყავთ უკრაინელი ხალხი. რაც შეეხება ჩარევის და ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობას,
ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ახალ ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ამ მხრივ განსაკუთრებული როლი აქვს, რომ ღიად, ცხადად უთხრა სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს თუ პოლიტიკურ ლიდერებს. უთხრა ის, რასაც ისინი ამდენი ხანია ფუთავენ, როგორც რაღაც ევროპულობის, ცივილიზაციურობის და ცივილურობის და ასე შემდეგ რაღაც. მაგალითად, სინამდვილეში უთხრა, რომ ამ ევროპულობის და ფსევდოევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, დემოკრატიის შეზღუდვის, უმცირესობების მართვის და არა უმრავლესობის ნების გაზიარების, იქცა კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად. ეს ყველაფერი სიმართლე უთხრა პირდაპირ თვალებში ევროპელებს და ფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზდნენ. ისინი აცდენ საკუთარ ხალხს, ევროპელი ხალხის ნებას და ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას, რომელსაც ასე აცდენილი არიან და შედეგიც პირდაპირ უთხრა ამერიკის ადმინისტრაციამ, რაც იქნება, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არის ევროპული იდენტობის დაკარგვა. ეს არის ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს. ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა. ეს დავაზუსტებ ბატონ ხალხო, სადავ არის საქართველოში ევროკავშირი და ევროპა ერევა თუ არა ქართულ შიდა საქმეებში. ამას გეკითხებით, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები ამბობენ, თქვენ რასაც უწოდებთ ჩარევას, ის არის მეგობარი სახელმწიფოების აქტიურობა საქართველოსთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია გადარჩენს. ეს არის ჩარევა თუ ეს არის დახმარება, როგორც თავად ამბობთ? არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში. ერთადერთი სტანდარტი მოქმედებს აქ ყველას მიმართ, ვინაიდან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამას გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ დღესწესრიგს და საკუთარი მმართველობის საკითხებს. აქ არც ერთ მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთვის ქართველ ხალხს უფლება აქვს მიცემული, რომ ჩაერიოს ჩვენ შიდა საქმეებზე, იქნება ეს ევროპელი თუ აზიელი. ჩვენ ამიტომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომ არ გვინდოდა, რომ საბჭოთა მოსკოვი ჩარეულიყო ჩვენს შიდა საქმეებში და დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს კი ავწდით ამ მხრივ და ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევას, მაგრამ და გავითავისუფლეთ თავი, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატოღაც ჩათვალა, რომ ტალინი უნდა ჩაერიოს, ვილნიუსი უნდა ჩაერიოს, ბერლინი უნდა ჩაერიოს. რა ვიცი, რა გამოლებს დედაქალაქებს 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, არ ვიცი, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის. იქ ერთი მაინც ვიცოდით, რომ ერთი მისამართი იყო და ვიცოდით ვისთან ქონდა საქმე და ახლა ასე ვთქვათ, ყველა დიდმა და პატარამ რატომღაც იფიქროს დიდი და პატარა, რომ ქართველებს ჭკუა უნდა ასწავლოს, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებთა დამოუკიდებლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის ისტორიულადაც. ასე რომ კიდევ ერთხელ ფაქტი საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე ის რასაც ამერიკის ადმინისტრაცია დღეს ევროკავშირს რაშიც ამერიკის ადმინისტრაცია დღეს ევროკავშირს ამხელს, ყველაზე კარგად გამოჩნდა საქართველოსთან დამოკიდებულების მაგალითში. ყველაზე კარგად გამოჩნდა ევროკავშირის ფარისევლობა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით სიტყვის თავისუფლებას გვიხშობენ აქ. სინამდვილეში კეტავენ ყველანაირ განსჯას, დიალოგს, დისკუსიას, ყველაფერი ჩაკეტეს ზუსტად ევროკავშირის ხელით და მათი NGO-ების და პარტიების ხელით. ის, რასაც ქვია იდენტობის წაშლა, ზუსტად ეს ხდებოდა საქართველოში, მათ შორის LGBT პროპაგანდის დაფინანსებით ევროკავშირის ბიუჯეტით. ის, რასაც პრეტენზიას უხელებს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია ევროპას, რომ მშვიდობის ნაცვლად კონფლიქტის ზონად იქცეს რამის და ვხედავთ ჩვენ, რომ ემზადებიან ომისთვის, ზუსტად ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოში, რომ ნაცვლად თანაცხოვრებისა, დემოკრატიული თანაცხოვრებისა კონფლიქტის გაღვივება ხდება მათ შორის ქართველებს შორის ევროკავშირის დაფინანსებით. ეს ყველა ეს მავნე გამოვლინებები ვიხილეთ ჩვენ ყველაზე ნათლად საქართველოსთან დაკავშირებით. და კიდევ ერთხელ ევროკავშირი დღევანდელი ლიდერების ხელში დგას ცივილიზაციული წაშლის წინაშე, პირდაპირ იყურება ცივილიზაციურ უფსკრულში. ხედავთ ჩვენ, რომ საომარი რიტორიკა იქცა ყოველდღიურობად ევროკავშირში, ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მშვიდობისთვის
დღეს არის გამალებული შეიარაღების პოლიტიკის წარმოებელი. გუშინ ლიდერები საუბრობენ, რომ აგერ ცოტა ხანში ომი ექნებათ რუსეთთან და ეს აქეთ ამ რიტორიკაში არის დღეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს. მაშინ როდესაც გეოკრიტიკა საქართველოსთან ისმის საქართველოს ხელისუფლებას არადემოკრატიულს უწოდებდა ევროკავშირი და პრორუს ჩვენ გუშინ დავუსვით კითხვები მათ შორის გერმანიისაც რომელმაც თქვა დაუძახებს თუ არა ახლა ის ტრამპს არადემოკრატიულს პრორუს მან თქვა რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი და არ ყვება არ გასცემს პასუხს ამ ყველაფერს ევროკავშირისთან კი მედიას ამ კითხვის გამო დაიმალა რასთან გვაქვს საქმე და როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი ხა გონიათ რომ ზოგიერთო ჩვენ პატარები რო ვართ ჩვენთან შეიძლება ყველაფრის კისრება, დაბრალება და საქმეზე რომ მინდა დიდთან რომ გავხსნათ საქმე დასაჭერი ვხედავთ იქ რომ თუ რა სცენა დაიდგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, ხოლო მეორე მხარეს ასე ჩამწკრივებულები იყვნენ ევროპელი ლიდერები და მფიქრობ ეს ფოტო ყველაზე კარგად ასახავს სად მიიყვანეს ევროპელმა ლიდერებმა ორგანიზაცია, რომელიც 500 მილიონ მოქალაქეს, რომელსაც 500 მილიონი მოქალაქე ყავს, რომელიც ერთდროს იყო მსოფლიოს მესამე ეკონომიკა, მსოფლიოს ეკონომიკის 25%-ით 24% ჰქონდა და დღეს არის ჩამოსული 14-15%-მდე. აი აქ მიიყვანეს და ამაში ერთადერთი დამნაშავე არის ევროკავშირის ლიდერშიპი, ხელმძღვანელობა, როგორც ბრიუსელში, ისე ცალკეულ იმ ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომელსაც აქვთ რეალური პოლიტიკური გავლენა ევროკავშირზე. ამიტომაც თავარი რა არის, რომ ჩვენ ამას ხო არც უფრთხოდით არასდროს და არც უფრთხილად, რომ ჩვენი სიტყვების გამო ვიღაცა ევროკავშირი ცდილობდა ჩვენს გაჩუმებას, რომ ეს კრიტიკა არ გასულიყო მათ შორის მათ მოქალაქეებში და საჯაროდ ეს არ გაეჟღერებათ. ეს იყო მაშინ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა და დაბრალება რაღაც ასე ვთქვათ ანტიდემოკრატიულობაში თუ ანტიევროპულობაში. ეს იყო ჩვეულებრივი გაჩუმების ტაქტიკა, ოპონენტის გაჩუმების ტაქტიკა, რომელსაც იყენებენ სხვა დროსაც და აქაც იყო მცდელობა ასე ვთქვათ პოლიტიკური ბულინგით გაეჩუმებინათ ის კრიტიკა, რომელიც ქართული ხალხისგან ისმოდა ევროკავშირის მიმართ. ახლა თუ კაი ბიჭები არიან, აბა ახლა გააჩუმონ ამერიკის შეერთებული შტატები და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც საქართველოს ხალხის წინაშე იყენებდნენ, როდესაც ანტიევროპულობას აბრალებდნენ და მაგრამ თავარი რამე კიდე არის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სიმართლეს თუ კი მიყვები, შენი სიმართლე ყოველთვის თავის გზას მოძებნის. და ხო ხედავთ რომ ყოველ ჯერზე დადასტურდა ეს ყველაფერი და მათ შორის ეს ფაქტიც ამის დასტური არის. ჩვენ რამდენიმე წელია ამაზე საუბრობთ, რამდენიმე წელია ამ ხილების გამო ვიტანთ ზეწოლას თავდასხმებს ევროკავშირის მხრიდან და დღეს ეს ყველაფერი უკვე ხილებულია და ვეღარ ბედავს რომ მათ შორის ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს. აი რამდენიმე დღე არის ამაზე საუბრობთ. ვინმე გაგიგონიათ ეხა რომ ჩვენ გავეკრიტიკებინეთ, იმიტომ იციან, იტყვიან რაღაცას, უნდა გადავამისამართებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ელაპარაკონ მე ამერიკის შეერთებულ არ ვიცი ხა ზოგადად ჯობია ყოველთვის რომ როდესაც მათ შორის პრეტენზია თუ კი აქვს ვინმეს რომ არის დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელი, კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს. პროპაგანდისტობის ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში იარაღის მიწებებით ცდილობა არის რომ გაექცეს, აჩვენებს უბრალოდ ეს ცდილობა არის გაექცეს კითხვას და აჩვენებს რომ სტანდარტი სხვადასხვა არის. ამას ვამბობ ჩვენ. ქართული დემოკრატიის სტანდარტი
დღეს გაცილებით მაღალი არის ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა. თქვენ ხედავთ რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მეც როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელი სხვა წამყვანი თანამდებობის პირები საათობით ყოველ კვირა დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გაუბრალდით არც ერთ კითხვას. ერთხელ მე დავთვალე კიდევაც თუ კვირაში რამდენი საათი ჯამურად, რამდენი საათი უწევს ცალკე პრემიერ-მინისტრს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარის უმრავლესობის ლიდერს, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, მე მგონი ერთ-ერთი დონალდ ტრამპი თუ იქნება ამ მხრივ, ასე ვთქვათ, მსგავსი სტატისტიკის მქონე, სხვა შეხედეთ ნებისმიერ ლიდერს ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარებს, ვინ ატარებს ამდენ დროს ფაქტობრივად ჰარტოკის ფორმატში, როდესაც ნებისმიერ კითხვა შეიძლება დაისვას ნებისმიერ საკითხზე და ყველა კითხვას ვცემთ პასუხს. ასე რომ ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც როგორც ჩანს ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი. რაც შეეხება ბატონ ფიშეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მისი ფაილი ჩვენთვის დახურული. და გადმოვალა ერთ მოჩვენა. წინათ ევროკავშირს ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია მართავს, როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებებს? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც სწორედ იმიტომაც რომ მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სწორედ იმიტომ რომ მოდის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური მხარდამჭერისგან, არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ რომ ამან უნდა საბოლოო ამ განცხადებამ უნდა მისცეს ერთის მხრივ კიდევ ერთი ბიძგი ამ საკითხის განსახილველად და მეორე მხრივ წერტილი დაუსვას იმ დამოკიდებულებას, რომელიც 10 წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპა დღეს იქცა უმცირესობების მთავრობად. ევროპის ქვეყნები უმცირესობების მთავრობები არიან. ეს სწორედ ამას გულისხმობს ესეც. ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და გვაჯერებდნენ, უბრალოდ ცდილობენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომელიც მათივე შექმნილი და მათივე დაფინანსებული არიან, რომ NGO-ები არიან სინამდვილეში საზოგადოება და ხალხი. ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ ცდილობდნენ, რომ ჩაენაცვლებინათ ხალხი, საზოგადოება, ჩაენაცვლებინათ NGO-ებით, რომელიც არც არავის მიერ არიან არჩეული, არც არავის მიერ არიან ლეგიტიმირებული და არც არავის არ წარმოადგენენ. 20 კაციანი ისფედი, 30 კაციანი გამჭვირვალობა თუ 50 კაციანი საია საკუთარი თავის და საკუთარი დონორის გარდა არავის ამ ქვეყანაში არ წარმოადგენს. აი ეს არის მთავარი, რომ ის სინამდვილეში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს NGO სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებს, თორე თავის ქვეყნებში ესეთი სისტემა არ არის NGO-ების. NGO-ების ეს ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, ვინაიდან ამით მოხდა, ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათ მიერ კონტროლირებადი, მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. აი ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როდესაც ამბობს, რომ დღეს NGO-ები მართავენ ევროპასაც, რომ უმცირესობები, ინტერეს ჯგუფები, რომლებიც არიან გარკვეული, ასე ვთქვათ, მცირე ელიტისტური ჯგუფები, რომლებიც მართავენ ევროპას. და ეს ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ უკვე რახანია და მნიშვნელოვანია დღეს ამერიკიდან გაისმა ესმა, რომ უნდა ითქვას კიდევ ერთხელ, რომ ის ასე ვთქვათ ოპერაცია, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც იყო მცდელობა, რომ ხალხი ჩაენაცვლებინათ NGO-ებით, აი ეს ოპერაცია უკვე საბოლოოდ იქნა მხილებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მათ შორის იმიტომ, რომ USAID-ის დაფინანსება, ყველა ეს დაფინანსება ამიტომ ჩახსნეს, რომ მხილებული იქნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, გამტარებელი სხვა ქვეყნის ინტერესებისა საზოგადოების საპირწონით. აი მაგალითად ამ დღეებში ტარდება ხომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები. აი ესეთი ასოციაციები ან პროფკავშირები მაგალითად. აი ეს გახლავთ თუ კი საუბრობთ ჩვენ
ასოციაციებთან კავშირზე ასეთი ტიპის წარმომადგენლობა უნდა იყოს, როდესაც ადვოკატებს თავის წარმომადგენლობა ყავს, თვითონ ირჩევენ და საუბრობს ადვოკატების სახელით. პროფკავშირებში თქვათ დასაქმებულებს თავის წარმომადგენლები და ვის წარმოადგენს ისრედი, ვის წარმოადგენს TI. ხო ხედავთ ვინც არიან გამჭვირვალობა ისრედი ასე სადაც ხედან რომელ პარლამენტებში ჩვენებასაც აძლევენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ხო პირდაპირ მხილება არის ვის ემსახურებიან. ესტონეთში რო არიან დარეგისტრირებული დღეს და ესტონეთიდან რომ სქემებს ალაგებენ ფინანს შავი ფულის შემოტანისა თავისი ესტონური რეგისტრაციის მეშვეობით. აი ეს ყველაფერი ამის მხილებაა. ამიტომაც კიდევ ერთხელ რასაც ილონ მასკი ამბობს, ზუსტად ეს არის რომ NGO კულტურა ან NGO სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა. აქ იმდენად მნიშვნელოვანი კი არის ვის შორის არის თანხმობა, აქ მნიშვნელოვანი არის რა არის სიმართლე. როდესაც საუბრობ სიმართლეს, შემდეგ რა თქმა უნდა გამოჩნდება აუცილებლად აი სიმართლე როცა თავის თავს გაიტანს, გამოჩნდება შემდეგ ქვეყანა თუ ლიდერი, რომ სადაც გექნება თანხმობა. თავარი არის სიმართლე, არა ის თუ ვისთან ერთად გაქვს, ან ვის აქვს შენნაირი მოსაზრებები. თავარი არის რომ კონდეს მართალი მოსაზრებები და სიმართლეს საუბრობ. როცა საუბრობ სიმართლეს, საბოლოო ჯამში სიმართლის გამარჯვებაც იმას გულისხმობს, რომ დღეს ეს გვესმის ამერიკისგან უკვე 1 წლის განმავლობაში, რაც ახალი ადმინისტრაცია არის მოსული და ნელ-ნელა გავიგებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპაში ხედავთ ჩვენ გამოღვიძებას ევროპელი ხალხისა, ხედავთ ამას ჩვენ სხვადასხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ახალი არჩევნებით პატრიოტული ძალების მოსვლით ხელისუფლებაში, ასე რომ ასეთი თანხმოძრები კიდევ უფრო ბევრი იქნება. ეს არის გზა ევროპის გადარჩენისა და არა ის უბსკული, სადაც ბიუროკრატიამ და ზოგიერთმა ლიდერმა დღეს ევროპა მიიყვანა და ეს არის გზა მათ შორის ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისა ევროკავშირთან, ვინაიდან იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც ცივილიზაციურ წაშლით ემუქრება ევროპას, იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც უბსკულში ჩაახედა, ცივილიზაციურ უბსკულში ჩაახედა ევროპა, რა თქმა უნდა, რთული იქნება ჩვენთვის ურთიერთობები. ხა ჩვენ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირებულებითად აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებზე ვართ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ითქვა კიდევაც ამერიკულ მედიაში, რომ თეთრ სახლში უკვე ტერმინი ჩამოყალიბდა ევროპის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაცია, რომელიც პირდაპირ აღნიშნავს იმას, რაც ჩაატარა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსთაველის გამზირზე, როდესაც თავქარიანი აქტივიზმი ხდება საგარეო პოლიტიკის ნაწილი და არა რაციონალური განჟა ინტერესების. აბა NGO უნდა გამოიძიოს თუ რა? აბა ვინ უნდა გამოიძიოს? და ახლა რა ეჭვია? უყურეთ, აი რა ეჭვი არის? რა ეჭვი დარჩა? უყურეთ, ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული. ახლა ნუ აი ესეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდით, ხომ? საბოლოო ჯამში მტკიცება, საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა გაბუტულ თუთიყუშამდე. აი ეს არის, ხომ? აი ეს სამარცხვინო მომენტი. რა? არა. თქვენ, ანუ ამდენი ხანი ამ საკითხით დაკავებული ხართ, კამიტი რას ნიშნავს, იცით? ქიმიური იარაღი იცით რას ნიშნავს? ეს კი არის, რა ქვია, გამონაბოლქვით მოწამლა კი არა. რა შედეგები აქვს ამას? ეს მაინც ხო შეგეძოთ აქამდე დაგეგუგლათ და შედეგი რა იყო, რომ გაფუტული თუთიყუში, სირცხვილი არ არის. კიდევ ერთხელ, გამოძიება შედგა. გამოძიებამ ყველა ეს საკითხი აჩვენა მათ შორის, არა თუ არასდროს ქიმიური, პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი შსს ნაყიდი ან გამოყენებული ქონდა. საქართველოს ტერიტორიაზეც არ არის დიდი ალბათობით ნამყოფი კომერციული მოხმარებითაც. სახელმწიფოს მხრიდან ხო მით უმეტეს.
ასე რომ არც კი არას დროს აი ამაზე მეტი პასუხი რა უნდა იყოს ეს ერთი აი ხა სხვა რამე პირველი მსოფლიოს ამდენ სახელს მე ხა ვერ დავიმახსოვრებ მაგრამ მე ვიცი თავარი რაში იყო რაში მდგომარეობდა ჰიბრიდული თავდასხმა BBC-ის მხრიდან საქართველოზე და ვინ დგას BBC-ის უკან ეს კიდე ცალკე საკითხი არის არ ვიცი ეს ცალკე საკითხი არის მაგრამ რა იყო მთავარი ლაიტმოტივი ხომ ამ თელი წინაზეც გითხარით ამ თელი მათი სიუჟეტიდან თუ არ ვიცი რაც იყო ერთადერთი მთავარი ფრაზა რაც იყო headline-ისთვის გამოტანილი და რაც იყო ზუსტად ჰიბრიდული თავდასხმის ინსტრუმენტი იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი ხომ ამას დღემდე ხო ამაზეა საუბარი ხა იქ სხვა რა ლირიული გადახვევები იყო ამ სიუჟეტში მე მგონი არავინ არ იხსენებს და არც ვინმე ყურადღება მიუქცევა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი დაიხურა ეს თემა კითხვა ხო მარტივი არის იყო თუ არა პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი ხო დაიხურა ეს თემა ერთი მეორე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ვინმეს კითხვა აქვს გაეროს ვინმეს ხო კითხვა აქვს აგერ არის გამოძიება აგერ არის ხელისუფლება მიმართონ ყველაფერს აჩვენებს არ ვიცი ვინ ადამიანი აგით სისულელეა სისულე ხა ვინ რამდენ ვინ რა სისულელე სიტყვის ხარ რა გითხრათ ხა უყურეთ არ ვიცი გაეროს კი უყურეთ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა აგერ მიმართონ თუ მიიღებენ პასუხს თუ რამე იქნება მე თქვან კიდევ ერთხელ აი ეს არის მცდელობა ტყუილია ხო რა იყო რა ხარ ისეთებს მოუწყვეთ ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ჩამოსულიო მიხეილ სააკაშვილისთვის და დასკვნებს წერდა და ევროპარლამენტმა მოიტყუა ზელენსკიმ მოიტყუა სანდუმ მოიტყუა იმდენ ტყუილები გვესმის ელჩებმა მოიტყუა ტყუილები იმდენი გვესმის ტყუილი გიქვირთ ჩვენთვის სიმართლეა გასაკვირითო ტყუილი უკვე ნამდვილად არ გვიქვირთ არ ვიცი საერთოდ ვიზე საუბრობთ ეგეც არ ვიცი ხო აი ხო და გაეროს წარმომადგენელმა მიმართოს ხელისუფლებას არ შეიძლება ხო და მიმართოს ხო და აღარ თუ რა არის აი თქვენთან ინტერვიუს ჩაწერას მიემართა ხელისუფლების მე რატო უნდა მომმართოს მე სად უნდა მომმართო კარგით რა მოდით ისე თუთიყუშების ვერსიას მიაწვეთ ეს ჯობია საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება თურქმენეთში, თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, ფორუმზე, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს, ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ იმყოფება და წარმოადგენს საქართველოს. საქართველოს ხელისუფლებამ ერთი რამე დაამტკიცა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მოქმედებთ მხოლოდ ქართული ხალხის ეროვნული ინტერესებით. ვინც მზად არის პატივისცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. ქართული ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის და ჩვენ მოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინმეს თუ ვინც პატივისცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, ვინც პატივს არ სცემს ამ ინტერესებს, მათ არ. რუსეთის მხრიდან ჩვენი ქართული ხალხის ეროვნული ინტერესების მიერ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. შესაბამისად არ ვსაუბრობთ. თქვენ შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. არის ერთადერთი ფორმატი ჟენევის ფორმატი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე გქონდეს კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური
ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახორციელებენ ამ ტერიტორიების ოკუპაციას. სხვა მხრივ კიდევ ერთხელ ჩვენ გვითხავს არაერთხელ წინაპირობა რა არის ურთიერთობების გადატვირთვისა საქართველოს და რუსეთს შორის, ეს გახლავთ საქართველოს დეოკუპაცია. ისაუბრებენ პუტინი და ირაკლი კობახიძე თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე. არა, არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის. შეხვედრა არ შედგეს ეს შეხვედრა. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, მაგრამ კიდევ უფრო დამჯეროთ, რომ შეხვედრა არ შედგება. საერთო ფოტოს მიგრადებას, საერთო ფორმის თქვენ შეიძლება მეორე რამესაც ვწოდეთ ერთ თქვენ პრობლემას ვერ ხავთ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი. არა, გადაღება და ერთ პლანეტაზე რომ ცხოვრობთ, ეს ჩვენი არჩევანი არ არის. მაგრამ პუტინთან ერთად ფოტოს გადაღება ჩვენი არჩევანი. დიახ, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს თურქმენეთში, თურქმენის პრეზიდენტის მიწვევით ღონისძიებაში, რომ რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს, ამას განსაზღვრავს მასპინძელი მხარე. ჩვენ პატივცემთ ჩვენ თურქმენ კოლეგებს და განსაკუთრებით იმ დღესასწაულს, ან დღეს, რომელსაც დღეს აღნიშნავენ 30 წელი და ამ რაც შეეხება მშვიდობის ნეიტრალიტეტი, რომელსაც თურქმენეთი თავის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ღერძად აღიქვამს და მისი ეროვნული პოლიტიკის მთავარი გამსაზღვრელია და დღეს აღნიშნავენ 30 წელს ამ მთავარი პოლიტიკური ღერძის ასე ვთქვათ განსაზღვრისა და განხორციელებისა. რა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენ თურქმენ კოლეგებთან და ეს არის მონაწილეობა. რა არის წინააღმდეგობა? არა, პრობლემა არ არის. ეს არის ფორუმი, რომელიც არის ორგანიზებული თურქმენის ხელისუფლების მიერ და შესაბამისად ამ ფორუმზე არის სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენელი მიწვეული, სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობს, სხვადასხვა ხალხი იღებს იქ მონაწილეობას, საერთო ფოტოებიც ხშირად არის ხოლმე, შეიძლება იქ ზოგთან რაღაც ურთიერთობა ქონდეს ერთი, სხვასთან სხვანაირი ურთიერთობა. სავალდებულო რას ქვია? ჩვენ სავალდებულო საწოლი. ანუ თქვენ უყურეთ კი, იმიტომ რომ ჩვენ თურქმენეთთან გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, მათ შორის საქართველოს როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლის მონაწილეს მხრიდან არის ამ მხრივ განსაკუთრებული ინტერესები თურქმენეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და რა თქმა უნდა ეს გახლავთ ჩვენი პატივისცემა თურქმენეთის მიმართ. პატივისცემას არავინ არ გვავალდებულებს. ეს არის ადამიანური და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება პატივისცემის არანაირი ინტერესების ხარჯზე აქ არაფერი არ ხდება. მიმართულებით რაღაცნაირად განვითარდეს და რაღაც ნაბიჯები გადაიდგას, ვინაიდან სწორედ ნეიტრალიტეტის თემა იყო დღეს თურქმენეთში შეკრების ერთ-ერთი მიზეზი. არა, არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ სხვა ქვეყნის პოლიტიკას როცა პატივცემს და აქედან გამომდინარე მონაწილეობთ ღონისძიებაში, ეს ნეიტრალიტეტი ერთი თემა, თუმცა თავად ღონისძიების თავი შინაარსი შეეხება მშვიდობას. თავისთავად ამ მხრივ მშვიდობის მიმართულებით ჩვენ თუ კი ვინმეს რამე ეთქმის და თუ კი ვინმე რამე გადაიტანა ამ მხრივ არის საქართველოს და პრემიერ-მინისტრს ექნება კიდევაც შესაძლებლობა რომ მიმართოს კონფერენციის მონაწილეებს ამ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ დღეს რომ სამყაროს კვლავ უნდა თუ სამყარო გადააგდონ 100 წლის წინანდელ მდგომარეობაში. ჩვენ ხედავთ ომის მომხრეებს ევროპაში, რაც არის რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის ის ცივილიზაციული უფსკული, სადაც დღეს ევროკავშირის მიაქანებენ, რომ ხედავთ ჩვენ ომის მხარდამჭერ ძალებს ევროპაში, რომლებიც ერთის მხრივ რომელზეც თავად ზელენსკი საუბრობდა ომის დაწყების პირველივე თვეებში, რომ ევროპაში იქნებიან ძალები, რომელსაც არენდობებათ ამ ომის სწრაფი დასრულება და ჩვენ გვესმის მათ შორის ზოგიერთი ქვეყნების ლიდერისგან, რომ მანამ სადამ უკრაინაში მიდის ომი, მანამდე მათი უსაფრთხოება ნაკლები რისკის ქვეშ არის, იმიტომ რომ მათი შეხედვით რუსეთი გადართული არის უკრაინასთან ომით, როგორც კი ეს ომი დასრულდება, მათი შეხედულებით რუსეთი დაიწყებს ომს უკვე ამ ქვეყნებთან და ხედავთ ემზადებიან ომისთვის. არის ჩვეულებრივი ომის რიტორიკა, რომელიც სამწუხაროდ დღეს გაბატონებული არის
ევროპაში და ამის საპირწონედ რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას და ეს კონფერენცია ზუსტად ამას ემსახურება, რომ ომის რიტორიკის საპირისპიროდ იყოს მშვიდობის რიტორიკა. მით უმეტეს მნიშვნელოვანი არის, რომ აქედან გამომდინარე, ახლა თქვენ ამბობთ, რომ ზუსტად ამიტომაც გამოდის, რომ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტიც იქ იყოს, როდესაც ჩვენ ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, როგორც მნიშვნელობაზე და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ჩვენსას ვამბობთ. თქვენ ხედავთ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ღია და ადვილი გასაგებად. გადვილი იმ ხრივ, რომ ჩვენსას ვამბობთ, ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონა სამყაროში არ არის ისეთი დიდი, რომ ჩვენ შეგვეძლოს გავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ ერთი რამე მე მგონი გვაჩვენა უახლოესი რამდენიმე წლის ისტორიამ, რომ ჩვენი სიტყვა სამაგიეროდ, რომელიც ჭრის. შეიძლება ვერ ჭრის ჩვენი ასე ვთქვათ სახელმწიფოს სიძლიერეს გულისხმობა ეკონომიკური თუ სხვა განზომილებით ვერ ჭრის, მაგრამ ჩვენი სიტყვა ჭრის იმ ხრივ, რომ ჩვენი მართალი სიტყვის აღიარება შემდეგ ყველას უწევს. და ამისი მაგალითი რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ რუსეთმა უნდა ხელი აიღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება კონდეს სრულად კონდეს, ვერ ექნება საქართველოს კაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის. დღეს ბრუნდება. პუტინთან არ ექნება არანაირი კომუნიკაცია, არ ექნება არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. შეხვედრაზე არ გესაუბრებ, მე ოფიციალურ შეხვედრაზე არ გესაუბრებ. არაფერი არ არის. დაგეგმილი არაფერი არ არის დაგეგმილი. დაგეგმილი არაფერი არ არის. თქვენ რა ისინი გაქვთ ავერსიები გაქვთ, ვერ ხვდები. ავერსია, რა შიშები გაქვთ, რა რისკები გაქვთ. მე მგონი ძალიან ცხადია, ხო, გასაგები. ჩვენ გვაქვს ჩვენ მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. რაც ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმას გავაკეთებთ. რაც არ ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ხო და არც არის დაგეგმილი არანაირი შეხვედრა. არც არის არანაირი შეხვედრა. მოვლეთ, იცი ბატონო? ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ საუბრობს რადიკალური ოპოზიციის და ომის მოსურნე ევროპელების დაწერილი სიტყვით. პრემიერ-მინისტრი საუბრობს იმაზე, რასაც ჩასვლის საჭიროა და რა ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ ეროვნულ ინტერესებში რაც არის, ზუსტად იმას იმსაუბრებს. მაშინ როცა საჭირო არის, ისე როცა საჭირო არის. ქართულმა ხალხმა მანდატი მისცა ქართულ ოცნებას და პირადად ირაკლი კობახიძეს მისცა მანდატი როგორც პრემიერ-მინისტრს და ქართული ხალხის მანდატით ისაუბრებს იმას, რაც სჭირდება დღეს ქართულ ხალხს, მაშინ როცა სჭირდება და ისე როგორც სჭირდება. რა თქმა უნდა არისაუბრებს ისე, როგორც საუბრობდა ნაციონალურ მოძრაობა, რასა იუკნევიჩიენე და სხვა მსგავსი ომის მოსურნე ხალხი. მოусმინეთ და გაიგებთ. მიზანი მარტივი არის, ჩვენ ვთქვით კიდევაც, ჩვენ ხედავთ 4 ოქტომბრის თავდასხმელების მცდელობებს, რომ კვლავ ქართველი განსაკუთრებით თბილისის მოსახლეობა
ყავდეთ თავის შეუქმნან დისკომფორტი, ასე ვთქვათ, თბილისის მოსახლეობას. შესაბამისი ცვლილებებით ჩვენ შევძელით, რომ მათ თავად აიღეს ხელი 20 კაცით და 30 კაცით საავტომობილო გზის გადაკეთებაზე, სხვათა შორის გუშინ თუ არ ვწდები, თუ გუშინ წინ ერთ-ერთი რადიკალი ლიდერი მათი აცხადებდა კიდევაც, რომ პრინციპში გასაგებია სულისკვეთებაო, რომ 50 კაცმა არ უნდა გადაწყვეტოს გზაო, გასაგები არისო, ამიტომაც აღარ ვკეტავთო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარიმის შეგვეშინდაო და სხვა სანქციისო, არამედ ხვდებითო, რომ კი ბატონო 50 კაცმა არ უნდა გადაკეთოს და კი ბატონო ამას თუ ხვდები 3-მა ხო არ უნდა გადაკეთოს ქუჩა. ესეც ხო მისახვედრია, ხომ? საქმე საერთო ჯამში ეხება ელემენტარულ საღ ადამიანურ ლოგიკას და გონივრულ განსჯას, ხო? გაქვს რაიმე სათქმელი, რომელიც გინდა შენ მანიფესტაციით თუ რაღაც აქციით გამოხატო, გამოდი თანხმობის გარეშე თქვი რაც გინდა. თუ კი შენ აპირებ რომ სათქმელის გარდა შექმნა რაღაცა სხვა ბარიერები შენი თანამოქალაქეებისთვის, გადაკეთო გზა საავტომობილო, გადაკეთო საფეხმავლო გზა, თუ კი გინდა რომ შექმნა დისკომფორტი შენი თანამოქალაქეებისთვის, ამისთვის უნდა იყოს საკმაო რაოდენობით. თუ იქნები საკმაო რაოდენობით, არავინ არ გიშლის. ხარ ცოტა 20 კაცმა არ გადაკეთო ქუჩა და 3 კაცმა არ გადაკეთო 20-მა არ გადაკეთო საავტომობილო გზა, 3-მა არ გადაკეთო საფეხმავლო გზა. აი რა არის ხა ამაში გაუგებარი, აუხსნელი და მიუღებელი. აგერ პარლამენტის წინ ხედავთ ტერიტორიას, საკმაოდ ადამიანს იტევს და ხედავთ რომ ვერც ავსებენ ამ ტერიტორიას, შეიკრიბონ იყვნენ, არის არ უშლის. მეტისმეტ და დიდხანს არა. ერთ რამეს გეტყვით და სხვათა შორის ერთ რამეს გეტყვით და სხვათა შორის ევროსაბჭოს წარმომადგენლები იყო ჩამოსული, მათაც უთხარი. ბოლო 13 წლის განმავლობაში ვერ დაასახლებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც რაღაცა შეკრება იყო და ვინმე ამას უზღუდავდა. ყოველთვის ხო აი რა ვიცი, ვის უნდა და შეკრება და ვერ შეეკრიბოს. ანუ ხალხი, როდესაც ხდება შტურმი საქართველოს პარლამენტის შენობაზე როცა ხდება შტურმი, ეხლა თქვენ თუ გონიათ რომ იმ შტურმი თუ ხდება, ეხლა შტურმის საშუალებას არავინ არ მისცემს არავის, ნუ. კი ბატონო. ამაზე პასუხი კი არა, გამოძიება. არა, უბრალოდ ამაზე პასუხი იყო პროკურატურის გამოძიება, რომელიც მიდის ჯერ კიდევ ვარ ვწდები ამ გადაწყვეტილების გამო მათ შორის. ეს გადაწყვეტილება ეს ახალი ხო არ არის. ეს არის დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურა გადაწყვეტილება, რომელიც წელს იყო თუ არ ვწდები, ხო? ის წინა გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ გასაჩივრდა, ხო? მათ შორის რა თქმა უნდა სტატუტური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მანამდე ეს გამოძიებული საკითხი იყო გახარიას ხელში, თუ არ ვწდები, პროკურატურამ გაიზიარა რა სტატუტური სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყო გამოძიება, ბრალი წაეყენა გახარიას, სადაფარებს თავს გახარია ევროპაში. უყურეთ, მხოლოდ იქნება თუ არა მხოლოდ გახარიას ხო ადამიანი ხო თვითონ ამბობდა, ყველაფერს პასუხობელია. პასუხისმგებლობა არის ის, რომ გამოძიებული იქნა საკითხი, პასუხისმგებაში მიცემული არის. რაც შეეხება წამებად ესეთ შემთხვევაში და მათ შორის შეკრების თავისუფლებას, კიდევ ერთხელ სტატუტური სასამართლო ამავე გადაწყვეტილებაში თქვა, მთავარი რაც თქვა, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, დაადგინა. არა, მივუყვეთ რა. არა, ჯერ ძალის გამოყენება ხო უნდა მივიდეთ. სანამ მივალ ძალის გამოყენება და ჯერ რა იყო? ჯერ იყო შტურმი. არა, ხო მივალთ მაგან. ჯერ იყო შტურმი, დავხვდებით ამაზე, რომ ის ხო პარლამენტის შტურმი? ეთანხმებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომ ის ხო პარლამენტის შტურმი? ეთანხმებით. ეს იცით რომელი შტურმი არის?
ნიკამელია რო გამოძება იყო და სამაჯური რო ქონდა და რომ მოიხსნა და მე რო ის არ უნდა და მე ევროკავშირმა გირავ გადავყადა და მე ამის გამო რამის აქ ისინი რო ეწყობოდა ხო გახსოვთ აი ეს ყველაფერი ეხლა გადაახვიეთ უნდა უკან ყველაფერი ხო ტყუილი აღმოჩნდა იმიტომ ეს იყო შტურმი ძალადობრივი შტურმი არა მივალ მაქამდე მივალ მაქამდე ეს იყო ძალადობრივი შტურმი ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ მეორე რას თქვა სტრასბურგის სასამართლომ პოლიციას ჰქონდა ამიტომ უფლება რომ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები ანუ ეს იყო შტურმი პოლიცია შეეძლო გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები იქ რა ვიცი მე გაზი თუ რაც იქნებოდა სპეციალური წყალი და ასე შემდეგ ჰქონდა და მესამე დაადგინა რომ ამ შტურმი მოძალადეების კანონიერად მოგერიების დროს მოხდა ექსცესები როდესაც ზოგიერთი ექსცესები როდესაც ზოგიერთი მომიტინგის მიმართ ზოგიერთ მომიტინგეს მიეყენა ისე წარუშლელი დაზიანებები აი ეს თქვა სწორედ ეს გამოიძია შემდეგ პროკურატურამ და თქვა რომ ვინ გასცა ბრძანება როგორ იყო რატო იყო გამოყენებული ერთი საშუალება ან მეორე საშუალება როგორ იყო ტაქტიკურად დალაგებული დადგინდა რომ გახარია რომელიც თავად თვითონ აი ხარ ამის უარყოფს თავად ხო თქვა რომ მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე როგორ კაცო ამას ამობდა აქამდე რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარო ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარო ხო თქვა თქვას მაშინ ვინ იყო რა ბევრი რაღაც ამაზეც იყო საუბარი მთავარი არის შედეგი საბოლოო ჯამში და შედეგი არის რომ გახარი არის ბრალდებული ამ საქმეს საკითხი მარტივად თითოეული გამოძიების ნაბიჯი მე მგონი ეს ნაბიჯ უსაფრთხოების სამსახური გაცნობდათ მედიას უმოკლეს დროში 24 საათიანი მუშაობის რეჟიმში თუ არ ვცდები 200-მდე მოწმე გამოიკითხა 100-ზე მეტი ყოველ შემთხვევაში რიცხვი როგორც მახსოვს გამოიკითხა დაიდო შედეგი გამოძიებებს ვინმეს რამე კითხვა აქვს თქო გარეთ მიმართონ ხო და პრემიერ როგორ მოვარდი გამოძიება ეხლა მორჩა და მომართოთ ნაცვლად იმისა რომ თქვენთან ინტერვიუები წერონ წერილები მიწერონ და კითხონ რა ქვია პრემიერ-მინისტრს თუ პროკურატურას თუ ვისაც უნდა მიმართონ მზად არის უსაფრთხოების სამსახური შესაბამისი პასუხი დასცეს რა შეზღუდვა რა მხრივ როგორ ხარ თქვენ? გადაცემა, მაგალითად, შაბათის გამოძიებელი ჟურნალისტები არ შემოუშვეს არც მაკან ტრონიკაშვილი, არც მაკან ჩიხვაძე. რატო? აკრედიტაცია აქვს და არ შემოუშვეს? აკრედიტაცია აქვს და არ შემოუშვეს? კი ბატონო, სპეციალური აკრედიტაცია. კი ბატონო. კარგი, გიპასუხეთ. პირველი შევთანხმდეთ რომ არ პირველი არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვერ შემოსულიყოს პარლამენტში. ერთი. გაიშენეთ. მეორე, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სპეციალურ აკრედიტაციას, ანუ ერთჯერად აკრედიტაციას, ეს არის სრული მიხედულება პარლამენტის, რა შემთხვევაში დაუშვას, რა შემთხვევაში არ დაუშვას პარლამენტის სრულ ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს პარლამენტის თავმჯდომარე. ასე რომ ნებისმიერი არა ეს არა ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები აქვს საჭირო არ არის ერთჯერად საშვთან დაკავშირებით არანაირი აქვს ვალდებულება არ არის გაცემის ან გაიცემა ან არ გაიცემა ასე იყო ყოველთვის შეიძლება ეხლა იმიტომ რომ მათ შორის მე ამას წინაც გითხარით აგერ ეხლა მომავალის აკრედიტაციების განცხადების მიღება დასრულდება ორშაბათს და ვისაც სურთ უნდა შემოიტანოთ და განვაცხადეთ კიდევაც რომ არის ცვლილება ამ მხრივ წესში გეზრდებათ რაოდენობა წლიური აკრედიტაციისა 15 ჯგუფი შეგიძლიათ 15 ჯგუფის აკრედიტება შეგიძლიათ წლიურად თუმცა რაც შეეხება სპეციალურად ერთჯერად აკრედიტაციებს ეს უკვე იქნება ძალიან გამონაკლისის შემთხვევაში ამიტომ ზოგადად მედიაც უნდა გადაეწყოთ რომ კონდეთ წლიური აკრედიტაციები ერთჯერადი აკრედიტაციები არ იქნება აი ესე რბილად გადავდივართ ახალ წესზე არ იყო ხან დაიშვებოდა ხან არ დაიშვებოდა
არა, როგორი გადრება, ხან დაიშვება, ხან არ დაიშვება. ხან დაიშვება, ხან არ. ხან დაიშვება, ხან არ დაიშვება. ხან დაიშვება საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებს უმაღლეს ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას. ასე რომ კიდევ ერთხელ. კი ხან როგორც აქამდე იყო, ზუსტად ისე არის. არის წლიური აკრედიტაცია, რომელიც აქვს 400-მდე ჟურნალისტს, 400-მდე ჟურნალისტს აქვს წლიური აკრედიტაცია. საიდანაც სამწუხაროდ უმეტესობა არ სარგებლობს, შემიძლია ეს სტატისტიკაც გაგაცნოთ, რომელიც არ სარგებლობს და არის შემდეგ რაოდენობა ჟურნალისტებისა, რომელიც ორჯერ და სამჯერ მეტია, რომელიც შემოდის ერთჯერადი აკრედიტაციების. ხან გაიცემა ერთჯერადი აკრედიტაცია, ხან არ გაიცემა. ანანაირი რატომზე პასუხის ვალდებულება არ გვაქვს. პარლამენტი წყვეტს ამას, გაიცემა ან არ გაიცემა. უყურეთ, თქვენ გაქვთ წლიური აკრედიტაცია. ყველა თქვენ გაქვთ 10-12 ახლა თუ არ ვწდები, 12 აკრედიტაცია აქვს. თქვენ დღეს რაც არის ლიმიტი, 12 ჯგუფი, არა ჟურნალისტი, 10 ჯგუფის აკრედიტაცია გაქვთ აღებული. არ ვიცი ხა თუ ისე ვერ ალაგეთ თქვენ ტელევიზიაში 10 ადამიანი ყავდეთ, ხან ერთი გამოშვეთ, ხან მეორე. გახდება 15, მათ შორის სხვათა შორის მაშინ, როდესაც მათ შორის გეტყვით, ეს ყოველთვის გვინდა ლოჯისტიკურ პრობლემას მათ შორის პარლამენტისთვის. თავის დროზე, როდესაც შემოვიღეთ აკრედიტაციის წესი, ზუსტად მედიის თხოვნა იყო, რომ აი ხან ესე გვიწევს ჟურნალისტის გამოგზავნა, ხან ასე გვიწევს, შეიძლება იმას ეცალოს, ამას არ ეცალოს და მაშინ იყო გარკვეული კომპრომისი, რომ კი ბატონო, იყოს ერთჯერადებიც, ასე ვთქვათ, დაშვებული. შემდეგ სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ თუკით პირობითად წელიწადში შემოდიოდა წლიური აკრედიტაციით 10,000 შემოსვლა იყო, 15,000 იყო ერთჯერადი შემოსვლა. რაც აჩვენებდა, რომ აკრედიტაციის წესის მიმართ იყო უპატივცემულობა. ამიტომ ეს სისტემა ისედაც იცვლება და იცით, გეზრდებათ 15 ჟურნალისტი, არ ვიცი საერთოდ ჯამში ყავთ თუ არა ფორმულაში, 15 ჯგუფი შეგიძლიათ დააკომპლექტოთ წლიური აკრედიტაციით, შემოხვიდეთ იმ წესებით, რომელიც მოქმედებს. ახალი წელი მალე დადგება და ახალი წლიდან ამოქმედებს. ნარკომანია და ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების ბაზა. ხო, რაში დაგჭირდათ ეს ბაზა? იმიტომ რომ ნარკოლოგები, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პოლიტიკური მანიპულაციისთვის იქნება გამოყენებული, იმიტომ რომ პაციენტის პირადი ინფორმაცია არ შეიძლება, რომ მესამე პირისთვის და მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს აბსოლუტური სპეკულაცია არის და არ შეიძლება. განსაკუთრებით, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემის სპეკულაცია. რაც შეეხება მონაცემებს, სახელმწიფოს ზოგადად სხვადასხვა სახის მონაცემები აქვს. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაფინანსების და დაზღვევის ფარგლებში ინფორმაცია აქვს, რა თქმა უნდა, ადამიანების სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით, როდესაც მკურნალობენ და უფასოა ჩვენთან მკურნალობის დიდი ნაწილი, ადამიანები როდესაც სარგებლობენ, მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა არსებობს. საქმეც გასაგებია, ამიტომ ბევრი ზოგადად ამაზე კიდევ უფრო მეტი სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფო უბრალოდ მათ შორის სერვისების გაწევის დროს იღებს ბევრ ინფორმაციას. ამიტომ გვაქვს ჩვენ პერსონალურ მონაცემებისთვის დაცვის კანონი, ამიტომ არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომელიც დაცული არის. ბევრი სენსიტიური მონაცემი არის, მათ შორის ჯანმრთელობის ხრივაც, ხო, როდესაც პაციენტები მიდიან და სახელმწიფო დაფინანსებით სხვადასხვა მკურნალობას იტარებენ, ეს ინფორმაციაც ხომ აქვს სახელმწიფოს, როცა მიმართავენ, რაღაც დაფინანსებას იღებენ, თანხმობას იღებენ დამატებით დაფინანსებაზე, აი ეს ყველაფერი სახელმწიფოს აქვს. ასე რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რატო ხა მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ანუ ადამიანი თუ და დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა თუ აქვს, სხვა პრობლემა თუ აქვს და რომ მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე, ის ჯანდაცვის სამინისტრო არ იგებს რა პრობლემებია, აქვს, არ აქვს ეს ინფორმაცია? როგორ აბა?
მოგეთ ეს არის კიდე ერთხელ მოკლედ ვიტყვი მოკლედ რომ თქვა ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია და არ შეიძლება კიდე ერთხელ რომ ადამიანის ჯანმრთელობის თემა განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებმა გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციები და მათ შორის ხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები რომლებიც ახლა პოლიტიკური რაღაც მიზნისთვის იყენებენ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ სახელმწიფოს ბევრი სენსიტიური მონაცემი აქვს ზოგადად და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა რა თქმა უნდა რომ მსგავსი სენსიტიური მონაცემები და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები დაცული იყოს. მე არ მგონია რომ დღემდე ვინმეს პრეტენზია წარედგინა რომელიმე უწყებისთვის რომ მსგავსი კატეგორიის პერსონალური მონაცემები დაცული არ არის. პირიქით, ჩვენ უფრო სხვა მხრიდან, მედიის მხრიდან ხედავთ ხოლმე სამწუხაროდ პერსონალი და მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას ხოლმე, სხვა პირადი მონაცემები სხვა ადამიანის. ფინეთშიც გქონიათ. ჩვენ გვაძლევს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც საქართველოში არსებობს და გვაძლევს ჩვენი კანონმდებლობა. მაგ ხრივ თუ არენდობთ თქვენ თუ ტოტალური უნდობლობა სახელმწიფოსთან ანარქისტი ყოფილიყართ და მაშინ სახელმწიფო ყოფილა გასაუქმებელი. მადლობა.